თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პოლიტპატიმრების ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და გიორგი გორგაძის პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს, მათ შორის ექსპერტები, რომლებმაც იმ ნივთიერებების ქიმიური ექსპერტიზა ჩაატარეს, რომელიც ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ამოღებული ნივთიერება არის აალებადი, მაგრამ არა ფეთქებად საშიში. ქიმიური კვლევის შედეგად დაადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტები მოცისფრო ბოთლში მოთავსებული მოყვითალო ფერის სითხე 2870 მილილიტრი წარმოადგენს ნავთობპროდუქტ ბენზინს, მოცისფრო ბოთლში მოთავსებული მოყვითალო ფერის სითხე 2900 მილილიტრი წარმოადგენს ნავთობპროდუქტ ბენზინს. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტებზე არ დაფიქსირდა რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი. თქვენ რაც გახარჯეთ, რაღაც ხურცელზე გაქვთ დაწერილი და ამ კვლევაში არ გაქვთ მითითებული, ხო ესეა? ამას არ უპასუხა ბატონო მოსახლე რეპლიკით უპასუხა. ჩანაწერების ფურცელში ყველაფერი გვაქვს მითითებული. ეს არის იმდენად მცირე რაოდენობა, რომ ალბათონათო მცირე რაოდენობა არ მაინტერესებს, რასაც გეკითხებით იმას. კითხვის ფარგლებს ხდება ბატონო მოსამართლე ხო? დაასრულებინეთ, როდესაც შეუძლია მომიყვეს კიდე ლაბორატორიაში ეს არის იმდენად მცირე რაოდენობა, რომ დასყვნაში მისი ასახვა არ შეიძლება. სადმე წერია, რომ მისი ასახვა არ შეიძლება? არ შეიძლება, იმიტომ რომ ის უბრალოდ ვერ აისახა. სადმე წერია, რომ არ შეიძლება მისი ასახვა? გითხარით თქვენ, რომ ჩვენ ეს დააღწერილი გვაქვს, ანუ აღნიშნული გვაქვს ჩანაწერების. მარტივად 4 დეკემბერს, როდესაც ჩატარდა ზვიად ცეცხლაძის საცხოვრებელი სახლის შრეკა, მისი სახლიდან რეალურად არ ყოფილა ამოღებული ნივთები, რომელსაც ბრალდება მას ედავება. უფრო მეტიც დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ამ კონკრეტულ მოწყობილობებში და ამ ქილებში, ასე ვთქვათ, იყო სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა მოცულობის სითხე მოთავსებული, მაგრამ კონკრეტულად იყო თუ არა ეს აალებადი და მით უმეტეს ეს ქილები იყო თუ არა სავსე, ან რა დოზით და რა მოცულობით იყო მასში მოთავსებული აღნიშნული ნივთიერებები, ამასთან დაკავშირებით დეტალურად ჩვენ ვერ მოვისმინეთ პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო არის ის, რომ ყველა გამოკითხული ექსპერტი იძახის იმას, რომ იყო ნივთები წარმოდგენილი, მაგრამ რა მდგომარეობაში იყო თუ არა ბორჯომის ბოთლში მოთავსებული ქილებიდან სითხე გადმოსული, რა დოზით იყო მასში მოთავსებული კონკრეტული ნივთიერებები და იყო თუ არა დასველებული ნაჭერი, რომელიც მასში თითქოს მოლოტოვის კოქტეილის დანიშნულებით გამოსაყენებლად სავალდებულო პირობას ქმნიდა, ეს ინფორმაცია ექსპერტებმა არ იცოდნენ. ექსპერტებს კითხვები დაუსვა თავად ბრალდებულმა ზვიად ცეცხლაძემაც. უშუალოდ რაიმე რომ მოლოტოვად კლასიფიცირდეს, ამისთვის რა ნიშნები უნდა ქონდეს აღნიშნულ ნივთიერებას. აი თქვენ მაგალითად ახსენეთ, ვინაიდან პლასტმასის ბოთლში იყო მოთავსებულიო, აალებადად აღარ კლასიფიცირდაო. და შუშის შემთხვევაში კლასიფიცირდება მექანიზმიდან და რა ნიშნები უნდა ქონდეს. ცეცხლმცემლის საშუალება უნდა იყოს, რომ უნდა გაიშალოს, გაეკიდოს ცეცხლი. გამომდინარე აქედან მას უნდა ქონდეს ფითილი, რომელზეც მოეკიდება ცეცხლი, უნდა ქონდეს ნივთიერება და უნდა იყოს შუშის წარმოდგენილი რამე კონტეინერი, ასე ვთქვათ, ბოთლი იქნება, ქილა იქნება და ასე შემდეგ. კონკრეტულად ეს ნივთიერება, რასახითაც თქვენ შეისწავლეთ, მისი დანიშნულება რა მხრივ შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული, ანუ ტანკსაწინააღმდეგო იყო, მხოლოდ აალებადი იყო, რა დანიშნულების ტიპის პოტენცია იყო. ჩვენთან კითხვა არ ყოფილა დასმული, ეგეც საკითხთან იყო მარტივად დასმული კითხვა, იყო თუ არა ცეცხლმცემლის საშუალება. შემდეგ ამისთვის რომ რასაც თქვენ მეკითხებით ის რომ გაირკვეს, ამისთვის საჭირო არის ინსტრუმენტალური კვლევა. სხდომაზე ასევე დაიკითხა გამომძიებელი ივანე ფირცხალაიშვილი, რომელმაც ბრალდების მხარის ვერსიის თანახმად ვეფხია კასრაძე დააკავა. კასრაძემ კი სხდომაზე განაცხადა, რომ ფირცხალაიშვილი არ ახსოვს. მისივე თქმით, მას მის დაკავების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. როდესაც შევედით, მარტო იყო, მაგრამ ჩვენი შესვლისთანავე მოვიდა სახლის მფლობელიც, როგორც მახსოვს, ხალბატონი იყო. რომელსაც აუხსენე სიტუაცია თუ რის გამო ვიყავით მისული. სხვა ადამიანი იმ ხალბატონის და ვეფხიას გარდა იმ ბინაში არ ყოფილა? როგორც მახსოვს არა. იქ ჩემი მეგობარი იყო, რომელსაც ხელი მოკიდა პირდაპირ და შენ ხარო ვეფხია კასრაძეო რა და ის ნამდვილად არ იყო და მე ვერ მიცნეს. ამიგეთ, თქვენ არ ყოფილხართ იქ და თქვენ მეუბნევით ამბობთ თქვენ რომ მარტო იყო ვეფხია კასრაძე, რამე ცვაბა მაშინვე. და თქვენ იყავით სამუშაო პირობებში. იქ აკეთებდით რაღაც გარკვეულ სანემოტო სამუშაოებს. ხო, აი როგორ გამოვიყურებოდი თუ გახსოვთ? სამუშაო ფორმაში იყავით. განყოფილებაში რომ მიყოლეს კიდე აქვს.
თუ შეიძლება სამუშაო მოგეთმობა ყვითელი მწვანე ნამდვილად თვითონ ბატონობის ხელშენება აღარ გახსოვთ მე შევადგინე თქვენთან ყველანაირი გავიგე ბატონო ივანე მე ვინც იყვნენ იქ არავისთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია არანაირი კანონ გადამეტებას არ ქონია ადგილი ნამდვილად ისე რომ არაფერში მე იმათ არ ვადანაშაულებ, მაგრამ თქვენ ნამდვილად არ ვზანდებოდით იქ, აქ შემიძლია რომ დავადასტურო. გამომძიებელს შეკითხვები დაუსვა ვეფხია კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემაც. მან ფირცხალაიშვილს კითხა, რა ფერის ტანსაცმელი ეცვა კასრაძეს, რაზეც გამომძიებელმა თქვა, რომ არ ახსოვს. ასევე მან ვერ გაიხსენა რა მდგომარეობაში იყო სახლი, სადაც კასრაძე დააკავეს. რა ფერის სამუშაო ტანსაცმელი ეცვა ვეფხიას? პატიცემულო ყოველდღიურად თითქმის დავდივარ თუ ამ ორგანიზაციებზე მის მე 1000 რაღაცა ჩატარებული და ხა კონკრეტულად რა ეცვა, ანუ ჩემი ინტერესის სფერო ეს არ იყო, ანუ არც ტანსაცმლის აღწერა მომიხდენია, ანუ ჩავატარე პირადად და ტელეფონი, ანუ გაბზარული იყო ეს ტელეფონი მახსოვს, Samsung-ი იყო, თქვენ თვალწინ დავლუქენა ლუქსე ხელი არ მომიწერეთ. ნამდვილად არაფერი თბილი და ნორმალური საუბარი მქონდა, ვადასტურებ რომ ჩვენს მიმართ გარკვეული პატივისცემა გამოხატა. რა ეცვა არ მახსოვს, როგორც გითხარით, სამუშაო ფორმაში იყო მუშაობდა და აი ნახეთ სამუშაო ფორმა თუ დაგამახსოვრდათ, ამ სამუშაო ფორმის ფერი არ მახსოვს, ვერ მოვიტყოდა არ მახსოვს. თვითონ ის ბინა, სადაც თქვენ ბრძანეთ რომ შეხვედით. ის ბინა რა მდგომარეობაში იყო? რო აღწეროთ. სარემონტო მდგომარეობაში. სარემონტო ბინა არის შავი კარკასი, ეგრეთ წოდებული თეთრი კარკასი, ანუ გაჯით გალესილი იყო? პროცესის დასასრულს სასამართლოს სიტყვით მიმართა ვეფხია კასრაძემ, რომელმაც თქვა, რომ უდანაშაულოა და მთელი საქმე თეთრი ძაფითაა ნაკერი. პოლიტპატიმარმა სოლიდარობა გამოუცხადა ყველა პოლიტპატიმარს, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ბაჩიაშვილს. მე ვარ აბსოლუტურად უდანაშაული და მე მინდა იცოდეთ ბატონო მოსამართლე, რომ ეს ყველაფერი არა მარტო ჩემი ამ ახალგაზრდებისაც, ეს არის ძალიან თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რაც ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ლიდერების დაკავებას, რატომღაც ეგონათ რომ ეს ახალგაზრდები გამოდგებოდნენ ისეთი უღირსები, რომლებიც ტყუილად ხელს დაადებდნენ დაშინების მიზნით, მაგრამ საბედნიეროდ არ აღმოჩნდნენ ეს ახალგაზრდები, ღირსეული ადამიანები აღმოჩნდნენ, რის გამოც მე უბედნიერესი ადამიანი ვარ და მადლობა მათ მშობლებს ესეთი შვილების აზრისთვის და მე შევიძინე ძალიან დიდი ნათესავები. რაც შეეხება კიდევ ეს იყო პოლიტიკური დევნა ჩემზე, როგორც ჩვენებას თუ გვაძლევთ დიახ. შინ ეს სხვა ფორმატი აქვს. განმარტება რადგან გნებავდათ, მე ამიტომ მოგეცით საშუალება, რომ განმარტება გაკეთებინა. კი ბატონო, გასაგებია. ჩვენებაში ბუნებრივია თუ თქვენი სურვილი იქნება, შემდგომ დააფიქსირებთ. კი ბატონო, სხვა შემთხვევაში დავაფიქსირებ, უბრალოდ თუ შეიძლება სოლიდარობას გამოვხატავ კიდევ ერთხელ ყველა განმარტებაში ძალიან თუ შეიძლება ძალიან გთხოვთ რა, ძალიან გთხოვთ. სოლიდარობა მესმის, რომ ისედაც სოლიდარობა ყველა ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ბაჩიაშვილს და ყველას. დაკავებულებიდან 3 ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხოლო ბრალდებულებიდან 5-ს გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.